ცნობისთვის სულ ახლახანს დასრულდა Google-ის ყოფილი ხელმძღვანელის ერიკ შმიტის გამოსვლა ერთ-ერთ ძალიან საინტერესო კონფერენციაზე, რომელსაც მეც ვესწრები. ერიკ შმიტი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ლიდერი ჩვენ სამყაროში, რომელმაც Google-ის ინოვაციებით შეცვალა მთელი ჩვენი ცხოვრება და მან თქვა ძალიან საინტერესო რამ საბრძოლო ტექნოლოგიაზე და უკრაინის როლზე ამ ტექნოლოგიის შექმნაში სამომავლოდ. საბრძოლო ტექნოლოგიის განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად საჭიროა მონაცემები, რაზეც ეს მოდელები დატრენინგდება. და დღეს არავის არ აქვს იმდენი საერთაშორისო საომარი გამოცდილება, როგორც უკრაინას. მაგრამ აქ უნდა გაუსვათ ხაზი ერთ რამეს, რომ უკრაინა ნელ-ნელა აღმოცენდება დასავლეთის მნიშვნელოვან პარტნიორად, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ირანული შაჰედის დრონების წინააღმდეგ მან უკვე შექმნა ტექნოლოგია, რომელიც უფრო იაფია და უფრო ეფექტურად მუშაობს, ვიდრე თანამედროვე $1 მილიონ შეფასებული საჰაერო თავდაცვის სისტემები, არამედ მონაცემების კუთხითაც. ის მონაცემები, რაც უკრაინელებს შეგროვებული აქვთ ომის ამ წლების განმავლობაში, არის ყველაზე საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ წინ წავიდეს ხელოვნური ინტელექტი საბრძოლო იარაღისთვის. მაგრამ ამ ეტაპზე ეს ყველა მონაცემები არის გრიფით საიდუმლო. გასაგები მიზეზების გამო უკრაინა ვერ გააკეთებს ამის დეკლასიფიცირებას, მანამ სანამ ის აქტიურად არის ომში ჩაბმული რუსეთთან, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ უკრაინის მონაცემები იქნება ის კრიტიკული რამ, რასაც ხელოვნური ინტელექტის კომპანიები სამომავლოდ გამოიყენებენ იმისათვის, რომ შექმნან უფრო კარგად გაწვრთნილი თანამედროვე ხელოვნური ინტელექტი. თქვენ თუ ჯერ არ გინახავთ, როგორ მუშაობს მავენის ხელოვნური ინტელექტი ირანში მიმდინარე ომში, აუცილებლად არ გამოტოვოთ ეს ვიდეო. და თუ მსგავსი საკითხები გაინტერესებთ, აუცილებლად მომწერეთ, დამიკომენტარეთ. იმედია, რომ ჩემი ხმა კარგად ისმის ამ ვიდეოში, მიუხედავად იმისა, რომ მიკროფონი არ მაქვს. არ ვაპირებდი მსგავსი კონტენტის შექმნას ადგილიდან, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ გაინტერესებთ უკრაინის ომი, გაინტერესებთ ხელოვნური ინტელექტი და ამ ორის მნიშვნელობა მსოფლიო გეოპოლიტიკაში. ამიტომ მინდოდა, რომ თქვენთვის აუცილებლად გამეზიარებინა. თქვენს აზრს კი კომენტარებში დავალოდები. მადლობა ყურადღებისთვის. მე ვარ ქეთევან ჭინჭარაძე, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის. ცნობისთვის დაგვიმეგობრდით YouTube-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე და TikTok-ზე.